მანანა ხარძიანი და ნონა ხარძიანის ძმა. მაგას ერქვა ნოდარი, მე მგონი თუ მახსოვს სწორად. ხო, იყო ჯერ სახელზე ხო იყო რაღაცა საშინელება. ადამიანს პირდაპირ ერა მკვლელი. მანანას ძმა შემოაღწია ჩვენ სახლში ჯიმშერით და ბაჩუკით. რატომ ეზიზღება მანანა ხარძიანი ყველაზე მეტად დედამიწაზე? მისი ყაჩაღი ძმა რატომ მისცა უფლება რომ ჩემ სახლში ყოფილიყო? და შიგნით მყოლოდა ისეთი ავანტყოფი, რომელიც არც ბავშვის მკვლელობაზე და არაერთი ტოლვილის მკვლელობა იქნება ფულის გამოძალვის მიზნით იმ კაცის სინდისზე და ნამუსზე. და ისეთი კაცი ობლების სახლში რატო დაუშვით ოჯახში? კაცს, რომელსაც არავინ არ აინტერესებდა ყველას და ყველაფერს კლავდა. მარტო მაგისი შიშით საერთოდ ვერ ვლაპარაკობდი. მე ვინც მიცნობს და მე მიცნობს სვანეთში, მე არასოდეს არ ვლაპარაკობდი, არასოდეს. მე სულ ვიჯექი, ან გავიღიმებდი და ჩემი ლაპარაკი. მე ძალიან გვიან ასაკში დავიწყე ლაპარაკიც, მე მგონი, გამართული. შიშებიდან და ყველაფრიდან ვერც ვლაპარაკობდი და ეხლაც მეტყობა ლაპარაკზე, რომ გამართულად ლაპარაკი არ შემიძლია, მაქვს რა ქვია, შეწყვეტა. და იმ დროს საერთოდ არ ვლაპარაკობდი. იმ ხელაზე მეშინოდა უკვე ამ ავტომატების ყველას ჯოხივით ეკავა. რა გესვრიან და გაგდებენ, გაჩვენებდნენ შენ თვალწინ, რომ მოკვდა და ვინ ყავს პატრონი, გაჩვენებდნენ თან. ხო და რა ვარი ამ ხელა იმა რა ქვია გიჟ მკვლელ იმასთან რა ქვია მანანას ძმასთან ერთად ერთჯერ ქვეშ ცხოვრება. და მე ბაჩუკის ან ვინმეს წინააღმდეგ წასვლას ნოდარიშერებს, რომელსაც მის თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი კაცებს და იმებს ეშინოდათ მაშინ. ასე გამოდის, რომ ეშინოდა დათუშას. მე არ მინდა და მაგ გვარებთან მტრობაო, მაგნა ბიჭურების გამო. ამას რო იტყვის ბიძია, წარმოიდგინე, ეშინოდათ. ჩხიმიანებთან მტრობა აღარ უნდათ, იმიტომ რომ იმ ხელა გავლენიანი ყაჩაღები იყვნენ იმ დროზე ჭუბერში მაგენი. ბარიგობით გინდა, იარაღით გინდა, რითიც გინდა. იარაღები რავა სახში მოუტანეს? იარაღის გულისთვის უნდა გასულიყავი პერევალზე. და უნდა წაგერთვია ვინმესთვის. ქუჩაში კი არ ეყარა იქაც. ანუ დადიოდნენ. ხუთივე ძმები არიან ყაჩაღები, ხუთივე ძმები. ორმა მოიხადა, რომელ საქმეზეც იყო ბადაც და მალხაზიც დაჭერილი, იმ საქმეში იყო რომ ჯიმშერიც და ბაჩუკიც, რომელიც ვერ დაიჭირეს და ჩამოასწრეს ჭუბერში. იქაც იყვნენ მაგორი, დმანიშში. თქვენ იმ საქმეში დაუსჯელები ხართ კიდე. ხო და დადგებიან მერე და დაიწყებენ ლაპარაკს, რომ მარინა ისე, მარინა ასე, მარინა ისე. მე მარინას აღარ ვამართლებ არაფერში საერთოდ, მაგრამ არავინ არ იცის მარინას რა უქნეს, მაგი არავინ არ იცის. მე რაც გამოვიარე ჩემ თავზე, მაგი ხას ვიღაცებისთვის წარმოუდგენელია შეიძლება და როგორ არ თქვა, ვისთვის უნდა მეთქვა. აი მე ლაპარაკი შევწყვიტე იმ დღეს, როცა ჩემი ბავშვის ბედი წყდებოდა და მოწმეების თვალწინ წყდებოდა. თუ ვისი შვილი უნდა ყოფილიყო ეს ბავშვი და იმის სიკვდილსაც ბაჩუკი, ანუ კაი, მისი არ იყო გასაგებია, სხვისი იყო.
მაგრამ ბავშვის ბედს რატომ ბაჩუკი წყვიტავდა მაინც? თუ მისი არ იყო. ბაჩუკი რატომ იწყვიტავდა, მაშინ მისი შვილი თუ არ იყო, იმ ბავშვის ბედს ბაჩუკი რატო წყვიტავდა? ხო ასე გამოდის, მაშინ სწორი ლოგიკა ეგრე არის. თუ თვლიდა რომ და ყავდა მოწმეები, თუ თვლიდა რომ ეს მისი შვილი არ იყო, მაშინ სხვისი შვილის მკვლელობა აღვრი კიდე მაგი. მაშინ ორმაგი გამოდის. რომ იმისი თუ იყო და მაგი მაინც ბაჩუკიმ გააკეთა მაგ ყველაფერი. მერე როგორ არის? მაიკო კი გამოსულა იქ და ძალიან ფართო იგინებოდა და იცავდა. ეხლა რა ვიცი სად გაქრა მაიკო, მაგრამ ძალიან ფართო თავიდან თუ აკვირდებით ხალხო, როგორც კი გამოვჩდით მალხაზის ცოლის კომენტარებს, რა ვიცი თუ მოკარით თვალი ან ყური. როგორი სიყვარულით მიხსენიებს მალხაზის ცოლი და ბადამ, რომელმაც ახლა თელ ჭუბერლებს დაურეკა სათითაოდ და უთხრა რომ ნუღარა კომენტარებთ კარგსო იქანეო, ნურც კარგს და ნურც უცო. ბევრი ვიცი რომ დაურეკა მაგალითად, კაცებს დაურეკა ქალების კომენტარებზე. თქვენამდეც მოვალთ. ის იმით შეთვლით. ხო და მაიკო იცავდა კბილებით ახლა ამ პედოფილებს. ყველაფერი იცოდა მაიკომ ბადადან. ეხლა მაინც იცოდა ყველაფერი დეტალებში იცოდა. ისიც იცოდა რომ რა ბედიელი საწი ბადას, ისიც იციან. მაგრამ მაინც ერთ ვიდეოში კი იძახის, ნახე რამ ხელაზე მაღლა ეგონათ, ნახე ერთხელ გაუვიდათ, ორჯერ გაუვიდათ და კიდე ისეთი ნიადაგი დახვდებოდათ ეგონათ მაშინ რომ გაუვიდათ, ან მოდარიშერები დახვდებოდა ვინმეს კიდე და ან ვიღაცა. ეხლა მე დაგხვდით პირადად. მოდარიშერები როგორც დაგხვდნენ, ისე კი ხართ ეხლა. ერთ ვიდეოში იძახის ჩვენ ზევით აღვართ, შენ ქვევით. ერთ ვიდეოში აღნიშნავს, რომ შენზე მაღლა ვდგავართო. კაცმა იმდენი გააკეთა ბადამ, იმდენი გააკეთა, რომ მისი საერთოდ საძმო რაც ყავდა იქანე ნათესავე თუ ვიღაცა გააფუჭა. ჯერ იმით გააფუჭა, რომ ეს ჩაადენინა არა ჯიმშერის და ეს სიზმრა. ეხლა ჩემთან ურთიერთობა რომ შეიძლებოდა, როდერის სიზმარი ნახა, რომ ჩემთან ურთიერთობა შეიძლებოდა. გააბაზრა იმან, რა ქვია, ბაჩუკი მასე საძმოში და ეს ბადას დაკვეთა იყო, ბადას. რა ესე ხმამაღლა ელაპარაკა მერე მაიკოს, ის კაცები დაავიწყდაო, მე როდერის სახელი რო დამემალა, ჯიმშერის სახელიც რო დამემალა და ყველას სახელი და მარტო ბაჩუკი რომ მეთქვა. ავცილებლად ბაჩუკი იტყო და მაგათ სახელებს დამიჯერეთ, იმიტომ რომ ერთი წამი არ გაჩუმდებოდა. ვისი გვარიც არ გავაჟღერეთ ჩემი პირიდან, იმის გვარი თვითონ დაიჟღერეს და უპატრონი ყავთო ზევით, ხო ხედავთ? ამიტომ ბაჩუკიმ დაღუპა საერთოდ თუ ვინმე დაიღუპა იქ, ეს გააკეთა ბაჩუკიმ, ეს გააკეთა მანანა ხარძიანმა. მანანა ხარძიანი არის ხალხო, ყველაფერს რო ხელს აწერს ის ქალი, ეხლა არ ვიცი როგორია. მე მაშინს გეუბნებ ჩემ ბავშვობაში. ასე იყო ემა და ასე იყო ნონაც. აი ყველაფრის მკადრებელი ქალები. აი კაცთან რო ვიყო იმის გამო ყველაფერი რო ვიკადრო, ფული რო ვიშო იმის გამო ყველაფერი რო ვიკადრო. ესეთი ხალხი არიან ეს სამი ადამიანი და ეს სამი ადამიანი არის, რა ვიცი, ჭუბერის ინფორმაცია იციან. ვინ როდის წავიდა ქალთან, ვისთან იყო, სულ დურბინტებით იციან, მაგრამ მაგათ საკუთარი ავიწყდებათ, რომ სხვებიც რო აკვირდება შორიდან მათ. მაგათ ეგონათ მარტო იქით ქონდათ ინფორმაციები, მაგრამ თქვენზეც გვაქვს ჩვენ ძალიან ბევრი ინფორმაცია კიდე, რომელიც არ გაჟღერებულა და გაჟღერდება.